ჩვენ ამ პროექტის საშუალებით ვაპირებთ, რომ ორმაგი წიგნირება გამავითაროთ არაქართულ სკოლებში. ლაპარაკია ორ რეგიონზე, ეს არის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჭაუხეთის რეგიონები, სადაც ჯამში 216 არაქართულენოვანი სკოლა არსებობს და სადაც რეალურად არსებობს იმის პრობლემა, რომ არათუ სახელმწიფო ქართული ენის ცოდნის და დაუფლების პრობლემა, არამედ თვითონ მშობლიური ენის ფლობის დონეც რამდენად დამაკმაყოფილებელია იმ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამჯერად როგორ არის? ანუ ეხლა რა ენაზე ასწავლიან? ოფიციალურად ყველა სკოლა გადასულია ბილინგურ სწავლებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის მშობლიურ ენასთან ერთად ის როგორც წლების მანძილზე მიმდინარეობდა სწავლება, ეს იყო სომხური და აზერბაიჯანული ენა, ყველა სკოლა ვალდებულია, რომ ასევე სწავლება განახორციელოს სახელმწიფო ენაზე. მაგრამ ეს ოფიციალურად ანუ პრობლემა რამდენადაც ხვდები არის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, ეს თავისთავად არ არის მარტივი, ხო? ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალურად ეს არ არის მხოლოდ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები, პრობლემები არის დაკავშირებული ადამიანურ რესურსთან. პრობლემები არის დაკავშირებული პრინციპში თვითონ სასწავლო გეგმასთანაც. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს და პრობლემები არის დაკავშირებული ასევე მასალებთანაც. ანუ რამდენად ეს სკოლები არის ამ წუთას უზრუნველყოფილი ისეთი მასალების, რომელიც თქვათ შეძლებს, რომ სახელმწიფო ენის ფლობის დონე გაუმჯობესდეს. და თქვენ ამ პრობლემებთან რომლის გადაჭრით იწყებთ? ანუ რა რომელია თავი კომპონენტი? ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად კომპლექსურად უნდა გადაიჭრას, არ შეიძლება რაღაცა ერთ პრობლემაზე შეჩერდა და მეორეს თქვათ ზურგი შეაქციოდა პროექტის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ სულ ყველა პრობლემას, სწორედ ის სამი პრობლემა, რომელიც ხა ჩამოთვალე, აი ამ სამი პრობლემას კომპლექსურად შევხედოთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმნათ ორმაგი საკითხავი ლიტერატურა, ეს არის დონეების მიხედვით გადანაწილებული წიგნები, სულ შეიქმნება 416 ასეთი წიგნი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის, პირველი მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ესეთი წიგნები იქნება როგორც ქართულ, ასევე მათ მშობლიურ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ჩვენ ვაპირებთ, რომ გადავამზადოთ იქაური კადრები, ეს იქნება ძირითადად მშობლიური ენის პედაგოგები, ასევე ქართულის როგორც მეორე ენის პედაგოგები, მათ ვასწავლოთ თუ როგორ შეძლონ, რომ იხელმძღვანელონ სწორედ აი ამ მასალებით ეფექტურად, რომ მიაღწიონ რაც შეიძლება უფრო კარგ შედეგებს მოსწავლეებთან და რაც თქვათ ინოვაციური ამ პროექტში, ეს არის ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მასალები ასევე წარმოვადგინოთ ICT-ის საშუალებით, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება ელექტრონული ლექსიკონი, ილუსტრირებული ბავშვებისათვის საკმაოდ სასიამოვნო სახმარი, რომელიც დაინსტალირდება ასევე MacBook-ებში. შეიქმნება ასევე აი ეს ელექტრონული მასალები, წიგნები, რომელიც ასევე ილუსტრირებულია და სწორედ ბავშვების გემოვნებაზე და მათ მოთხოვნილებებზეა გათვლილი ძალიან. და შესაბამისად ეს ყველაფერი ერთად კომპლექსურად ვფიქრობთ, რომ ძალიან წაადგება იმ საქმეს, რასაც ქვია ბილინგური განათლება, ანუ მშობლიური ენის ფლობის დონის გაუმჯობესება და ამავე დროს სახელმწიფო ენის დაუფლება. ტელეფონის ნომერს გამოვაცხადებ 2988 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დაარეკოთ ნათია გორგაძე, ჩვენი სტუმარი. სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის პროექტის მენეჯერი. ტელეფონის ნომერს კიდევ ერთხელ ვიყრი 2988 შეგიძლიათ დაარეკოთ ან რა ვიცი აზრი გამოთქვათ, შეკითხვა დასვათ როგორც გენებოთ. მე მინდა გადავიდეთ თავად ამ ბილინგურ ორენოვან სწავლებასთან დაკავშირებით. რამდენად არის რთული ეს ბავშვებისთვის, როგორც ხვდები არის დაწყებითი, როგორც ხვდები კი არა, ვახსენეთ კიდევაც, რომ დაწყებით კლასებზეა ლაპარაკი. ჩვენ შემთხვევაში კი. ხო, და თვითონ ასათვისებლად არის ერთენას უპირატესობა იგულისხმება, რომ ერთი არის წამყვანი და მეორე დამხმარენი, თუ ორივეს ერთდროულად სწავლობენ და თუ ასეა, რამდენად დამაბნეველი შეიძლება იყოს პირველ ან მეორე კლასელი ბავშვებისთვის ორ ენაზე ერთდროულად სწავლა. ეს ნამდვილად კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ამ წუთას ეს ბავშვები განათლებას იწყებენ ორივე ენაზე ერთდროულად, ანუ პირველ კლასში როდესაც მიდის ბავშვი, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მათგანი 5 წლისაც არის, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით მშობელს შეუძლია თავად გადაწყვეტოს რა ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში და მეორე ის, რომ სკოლამდელი განათლება პრინციპში საკმაოდ
დაბოლდონეზე ასე რომ ვთქვათ, ანუ არ არის უზრუნველყოფილი ისე რომ ყოველ ბავშვმა მიიღოს, ყოველ ბავშვს მიეცეს ამის საშუალება. ჩვენ გქონდა ამას წინ რამდენიმე თვის წინ პრობლემა არის რომ რეგიონებში ბაღებში არ მიყავთ ხოლმე ბავშვები, ქალაქებში უფრო ის არის, მაგრამ სოფელს რაც შეეხება ძალიან მე ნახევარი ბავშვი არ დადის. იმიტომ არა რომ არ მიყავთ, ალბათ რეალურად ის არსებობს რომ რამდენად ის პრობლემა არსებობს, რამდენად არის ეს საბავშვო ბაღი, რამდენად ხელმისაწვდომია თქვა ყოველ ბავშვის. ბავშვები არ დადიან ესე უფრო სწორი იქნებოდა რომ მე თქვა ნუ არ მიყავთ, სრულად მშობელზე გადამოხაზღებულობა და ხო ზოგ შემთხვევაში არც არის ბაღი. ხო, კი. პრინციპში ის რომ ვთქვათ პატარა ბავშვი აი ამ ასაკში იწყებს თავისუფლურ ენაზე წერა-კითხვის სწავლას და ამავდროულად იწყებს მეორე ენაზე სწავლასაც და დაამატეთ ისიც რომ პრინციპში უცხო ენად სავალდებულოა პირველ კლასში იწყებენ ბავშვები, ნუ გამოდის რომ ეს ბავშვები ერთდროულად იწყებენ 3 ენას. ნუ ეს რამდენად გამართლებულია, ამას ალბათ კვლევა დასჭირდება. და როგორ ხდება პრაქტიკულად ეს? ანუ თქვა ბავშვი მიდის სკოლაში და ერთი საგანი ქართულად აქვს და მეორე სომხურად ან აზერბაიჯანულად თუ საგანი ნახევარჯერ რას ნიშნავს ორ ენაზე სწავლება? როგორ პრაქტიკულად როგორ ხორციელდება სრული წარმოსადგენია? თავიდან 2009 წელს ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სკოლებს თვითონ შეეძლოთ აერჩიათ თქვა ის მოდელი, რომელიც მათთვის იყო ხელმისაწვდომი და რომელიც გამომდინარეობდა თქვა იგივე ადამიანური რესურსებიდან რისი საშუალება ექნებოდა სკოლას. ეს გულისხმობდა სხვადასხვა მოდელის და ტიპის სწავლებას, ანუ ერთ შემთხვევაში თუ შეიძლება თქვა რომ ერთი გაკვეთილი ყოფილიყო მთლიანად ქართულად და სხვა გაკვეთილები ყოფილიყო მშობლიურ ენაზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო ისე რომ გაკვეთილში მომხდარიყო თქვა რაღაცა გარკვეული პერიოდი ქართული ენის შეტანა, ხოლო დანარჩენი მშობლიურ ენაზე წასულიყო. შეიძლება თქვა ერთი კვირა ესწავლოთ ქართულ, ანუ 6 მოდელი იყო, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ შესთავაზა სწორედაც რომ განათლების სამინისტროს და ამავდროულად თვითონ სკოლაში და 6 მოდელს იყენებდნენ სხვადასხვა სკოლები. საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ უნივერსალური მოდელი ეს უკვე შაშკინის დროს მოხდა, უნივერსალური მოდელი დამკვიდრდა ესე რომ თქვა ყველა ამ სკოლაში და სწორედ ამ მოდელის დასანერგად ასევე გამოიცა წიგნები, რომელიც ასევე ცალკე საინტერესო თემაა განხილვისათვის. ეს წიგნები გულისხმობს რომ მასში ნაწილი მასალისა გადმოცემულია ქართულ ენაზე, ხოლო დანარჩენი მასალა არის მშობლიურ ენაზე. ბოდიში როგორ, ანუ ცოტა რთული გასაგებია როგორ შეიძლება იყოს ნაწილი მაგალითად შეიძლება რაღაცა მასალა, ახალი მასალა, ტექსტი მოცემული იყოს სომხურად, ან ნაწილი იყოს მოცემული სომხურად და ერთი აბზაცი მოცემული იყოს ქართულად. ან თქვათ ქართულად არის მოცემული დავალებები, კითხვები და ტექსტი არის მოცემული სომხურად. ანუ რა პრინციპით არის პრინციპში აი ეს დანაწილებული ენობრივად ეს სახელმძღვანელოები ცოტა რთული გასაგებია. რა მეთოდოლოგია არსებობს ამისთვის, რომ სპეციალურად ესეთი სახელმძღვანელოები სადმე არსებობს კიდე? ვერ გეტყვით რამდენად მსგავსი სახელმძღვანელოები სადმე არსებობს. მე ვიცი ერთადერთი, რომ თავად მასწავლებლები საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ მათთვის უაღრესად რთულია მსგავსი მასალებით მუშაობა, იმიტომ რომ რეალურად პირველი რო არსებობს ენის პრობლემა, ანუ შეიძლება მასწავლებელი საგნობრივი მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი იმდენად არ ფლობს ქართულს, რომ მას არ შეუძლია რომ ის მონაკვეთი, რომელიც ქართულად არის მოცემული, მით უმეტეს ვთქვათ ამოცანის პირობა, ხო? საერთოდ გაიგოს. შესაბამისად ის იძულებულია რომ ეს საერთოდ გამოტოვოს და გადავიდეს იმაზე, თქვათ, რაც მის მშობლიურ ენაზე არის მოცემული. არის შემთხვევები, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ თქვათ, მანამდე გამოსული წიგნებით ისარგებლონ, სანამ ეს ესე ორ ენოვან წიგნებს შექმნიდნენ, მანამდე წიგნები რაც გამოდიოდა, თუმცა ისინიც საკმაოდ რთულად ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ ეტყობა რეალურად მათზე უფრო მეტი მოთხოვნა, ვიდრე თქვათ ამ ახალ წიგნებზე, რომელიც საკმაოდ ძვირი ყირს, ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ისე, რომ თქვათ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს და ამავე დროს რამდენად იყენებენ ეს კითხვის ნიშანი თავის. და თქვენი მედგომა როგორია, რომ ეს მოდი დაშვენინო შეკითხვა და მე რა ვთქვი. კითხვა გადამზადებას ვაპირებთ ადგილობრივი კადრებისო. რა თვალსაზრისით ენას შეასწავლით თუ მეთოდს შეასწავლით თუ როგორ იქნება? იცით რა, ჩვენ რადგანაც ჩვენი პროექტის ფარგლებში ფიქრობთ და ჩვენი მიზანია რომ კითხვის უნარები გამოვითაროთ ბავშვებში. ანუ წიგნიერება კითხვის კუთხით, ხო? შესაბამისად გადამზადებაც მოხდება სწორედ ამ მიმართულებებით. ერთია რომ ჩვენ ვაპირებთ ზოგადად რა მიდგომები არსებობს კითხვის განვითარებისათვის, ვთქვათ, აი ეს
აუხსნათ და ამაში გადავამზადოთ მასწავლებლები, შემდგომ უკვე თქვათ ის სპეციფიკა, რასაც გულისხმობს ორმაგი წიგნიერება, ანუ თქვათ მშობლიური ენის სწავლების დროს სხვა მიდგომები გამოიყენება და მეორე ენის სწავლების დროს სხვა მიდგომები. აი ზუსტად ეს სპეციფიკა ერთდროულად როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ორი ენის კითხვის უნარები, აი ეს იქნება. ასევე თემატიკა, ასევე ვფიქრობთ, რომ მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს როგორ ჩართოს თემი და მშობლიური თემი, სოფლებზე ლაპარაკი და ქალაქის მოსახლეობაზე და მშობლები აი ამ საქმეში და როგორ რაც შეიძლება რაციონალურად გამოიყენოს ის რესურსები, რასაც ქვია ოჯახი. თუ მე ნინოს შეკითხვას გავაგზავნებ, თუ ქართული არ იციან, ანუ ეს ყველაფერი ხუჭი ხო არის? მშობლიურზეც ხო ვაკეთებთ, ანუ ზუსტად ამაშია თქვათ პროექტის ხიბლი ჩვენი აზრით, რომ ეს არის ორმაგი წიგნები, სადაც მშობლებსაც შეუძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. და შეიძლება სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ არც ისე შორს ალბათ. ქართული ენის მასწავლებლები ეროვნული უმცირესობებით, ასე ვთქვათ, ჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. პრობლემაა დღეს თუ როგორ არის? მე მახსოვს იყო რაღაც გარკვეული ახალისება ასეთი პედაგოგებისთვის, ვინც სწავლიდა და ასწავლიდა სახელმწიფო ენას. რაც ორ მხრივი ინტერესი იყო. არის პრობლემა რეალურად, თუმცა რაღაცები გაკეთარ შეიძლება არ თქვას ამის შესახებ და არ აღინიშნოს. ამჟამადაც მიმდინარეობს პროექტი ასწავლე ქართული როგორც მეორე ენა, რომელიც გულისხმობს, რომ 75 მე მგონი არ მეშლება 70-დან 75-მდე მაღალკვალიფიციური ქართული ენის მასწავლებელი მივლინებულია სწორედ ამ რეგიონებში. ისინი არიან სერტიფიცირებული ქართული ენის მასწავლებლები, რომელსაც გავლილი აქვთ უამრავი ტრენინგი, ნამდვილად კარგი და ღირებული კადრია, რომლის შენარჩუნებაც ალბათ აუცილებელია. ამის გარდა 2011 წელს ასევე სამინისტროს პროექტის ფარგლებში 140 ბაკალავრი მიავლინეს ამ რეგიონებში და 2012 წელს ეხლა თავდება ეს პროგრამა თუ არ ვწდები, ჩემი არ თავდება ანუ ნაკადი თავდება, ანუ ხო პროგრამა. კი, ერთწლიანი, ანუ რას გულისხმობს, რომ ერთი წლის განმავლობაში ამ ადამიანებს აძლევენ 500 ლარ ხელფასს და ასევე თქვათ მათთვის წამახალისებელი რაც არის ის არის, რომ მათ საშუალება ეძლევათ უკვე მაგისტრატურა გაიარონ უფასოდ აი ამ პროექტის, მაგრამ რა პრინციპით ირჩევა ეს ბაკალავრები, ანუ რამდენად ისინი ეფექტურები არიან, თქვათ აი იმ საქმისათვის, რისთვისაც ისინი მივლინებულები არიან, ესეც ცოტა კითხვის ნიშანია და ძალიან დამოკიდებულია პიროვნებებზე და ინდივიდებზე და არა იმაზე, თქვათ, რამდენად ისინი სწორად არიან შერჩეულები, ან შერჩევის პრინციპები ზოგადად რამდენად არის გააზრებული. შესაბამისად, ქართული ენის პრობლემა არსებობს რეგიონში. არსებობს ქართული ენის ადგილობრივი მასწავლებლები, რომლებიც თავად ფაქტიურად არ ფლობენ ან საერთოდ არ ფლობენ ქართულ ენას და ამავე დროს არიან ქართულის მასწავლებლები. ანუ რეალურად ეს არ არის ისე, რომ პრობლემა არ არსებობდეს ამ სფეროში. კიდევ ერთხელ გამოცხადებ ტელეფონის ნომერს 2988327 2988327 ნათია გორგაძე სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის მენეჯერი. შეიძლება დარეკოთ პრინციპში დაგჭათ, რა ვიცი, დაახლოებით 5 წუთი. და ბაკალავრების ახალისებაზე ბრძანეთ და აი უბრალოდ პედაგოგი თუ წავა, ვთქვათ, ანუ ზოგადასრული და სტაჟიანი. აი ეს საკმარისი мотиваცია არის. რა, აი ეს პედაგოგები, რომლებიც ვახსენე, ქართული ენის მასწავლებლები, რომლებიც არიან მისიონერები ეგრეთ წოდებული, მათ აქვთ ამგვარი ახალისება, ეს არის 1000 ლარიანი ხელფასი და ისინი რაიმე პირობაა, რამდენი წელი უნდა იყვნენ იქ თუ როგორ არის? ეს პროექტი პრინციპში რაღაცა პერიოდულობით გრძელდება, ესე ვთქვათ. და აი ეს არის პირობა. ამ წუთას რამდენად რაღაცა განსაზღვრული დროით არიან ისინი, ვთქვათ, მივლინებულნი, ძალიან რთული ამას ლაპარაკი. საინტერესოა ისიც, რომ ზუსტად იმისათვის, რომ პედაგოგების და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ნამდვილად შეინიშნება ამ რეგიონებში, ჩვენ უკვე სხვა პროექტის ფარგლებში, რომელიც EUTHO-ს უმაღლესი კომისრის ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ არის დაფინანსებული და მეორე ევროკომისიის ტემპუსის პროექტის ფარგლებში, სადაც ჩვენ ასევე პარტნიორი ვართ, ვფიქრობთ, რომ გეგმავთ უпростоრად, რომ გავაკეთოთ საუნივერსიტეტო პროგრამა, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ბილინგური განათლებისათვის, რომელიც პრინციპში ალბათ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კვალიფიციური პედაგოგები, თუნდაც იგივე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც ამ წუთას ჩარიცხულები არიან უმაღლეს სასწავლებელში კვოტირების სისტემით, ისინი, თქვათ, გადამზადდნენ, უკვე გახდნენ პედაგოგები და დაუბრუნდნენ თავიანთ რეგიონებს. და ასევე ყველა მსურველი, ვინც
თუმცა რასაკვირველია ფინანსური წახალისება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია და ეს ახალისებას უნდა მოუბრუნდე ხომ არა მსმენელსაც ჩავთ დაგვირეკა მსმენელმა დილა მშვიდობის მაგრამ დარეკეთ გესმენთ აღარ დაგველოდა კაი დაგამემეორებ ტელეფონის ნომერს 2988327 შეგიძლიათ დაარეკოთ ახალისებას რაც შეეხება ბევრი ამბობდა რომ აი აქ არ სწავლობენ ქართულს ანუ მხოლოდ ქართულის სწავლობაზე არ ელაპარაკი ცხადი არის ორნოვან განათლებაზე მაგრამ არ არის мотиваცია არც ბავშვებისთვის არ მშობლებისთვის რომ არ უნდათ უბრალოდ ქართულის სწავლა იმიტომ რომ ვერ ხედავ რაში გამოიყენებენ იქ ანუ ეს ვითარება მგონი იცვლებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხო ნამდვილად შეცვლილია ეს ვითარება ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ არ არიან მოტივირებულები და არ უნდათ ქართული ენის სწავლა არსებობს ერთგვარი შიშები უფრო რომ აპირებენ მათ აბსოლუტურ ასიმილაციას და თქვათ თავიანთი მშობლიური ენის სწავლების უფლების ჩამორთმევას და აი ეს შიში უფრო არის თორემ პირიქით ბოლო წლებში ძალიან შეინიშნება ზუსტად ინტერესი მხოლოდ იმის გამო თუ ერთ-ერთი მიზეზია ის რომ ისინი გრძნობენ რომ სახელმწიფო ენის ცოდნა მათ ბევრად უფრო დიდ გასახას მისცემს და მათთვის ბევრ სხვა გზასაც გახსნის. და რეალურად ძალიან საინტერესოა ის რომ საატესტატო გამოცდებში მაგალითად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არაქართულ ენოვან სკოლებში ქონდათ სწორედ ქართული ენის გამოცდაში. ნუ ეხლა რამდენად მაღალი იყოს მაჩვენებელი კიდევ ცალკე თემა ძალიან. მაგრამ ნუ თვითონ ფაქტია რომ ინტერესი ნამდვილად არსებობს ენისადმი. ახლა კი მგონი შევძლებთ რომ სმენელი ჩართოთ დილა მშვიდობის ეთერში ხარ? ალო. გამარჯობა, გისმენთ. დილა მშვიდობისა, ძვირფას ადამიანებო. დილა მშვიდობის. მოგესალმებით ერეკლეს ქალაქიდან. ერთი რამ მაინტერესებს. დიახ. დავით აღმასრულებლის დროიდან. ხო? ჩვენთა საქართველოში სხვა ის ხალხს დიდ პატივს აქცევდით. აი ყველაფრით თიანძას უგებდით. ახლა ასე ვარ და ასეც უნდა იყოს ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან, მაგრამ აი ამ წელს სექტემბერში როდესაც ჩვენი მშობლიური ენის დედაენა იაკობ გოგებაშვილის დედაენა იქონდა თერეთში საზღვარზე არ გაატარეს. მიეცა თერეთი 90% ქართველი ხალხია, ჩვენი მშობლიური მიწა. ჩვენ პატივს ვარ თვითონ იმათაც ხოლმე იგრძნო პატივისცემა. ჩვენს მიწაზე დედაენა არ გავგატარეს. მადლობა ზარისთვის არ ვიცი, დაგაპარაკ მასთან გითხრათ. მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკაზე სავარაუდოდ როგორც საინგილოზე ლაპარაკი. კი. ცხადი ეს არის პრობლემა და ამის არაღიარება არ შეიძლება, მაგრამ მეორეა რატომ უნდა უპასუხოთ თქვათ აი ამ პოლიტიკას იმ იგივე პოლიტიკით, ხო? ჩვენთან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საკმაოდ დიდ პროცენტს წარმოადგენენ, ხო, ჩვენი პოპულაციის. შესაბამისად თუ დამოკიდებულება იქნება არა კეთილგონიერი და ჩვენ შევეცდებით რომ რაღაცნაირად ამ ორინოვან წალებას ეწინააღმდეგება ვინმე გააქვთ რაღაც სახის არც მოსახლეობიდან თუ კრიტიკა რო არ არის საჭირო ესეთი მიდგომა საიდანმე იცით რა ესე რომ ხელაღებით ვიღაც ამტკიცებდეს რომ არა ორინოვანი სწავლება არ უნდა არსებობდეს და ყოველს ქართულ უნდა სწავლოთ ნაკლებად მომისმენია უბრალოდ რამდენად არიან გათვითცნობიერებული ხალხი ამაზე ლაპარაკი და ზოგადად რამდენად არის მზად თვითონ ქართველი მოსახლეობა რომ ეს ხალხი რომელიც ნამდვილად უნდა ინტეგრირდეს ჩვენს სახელმწიფოში ხელი შეუწყოთ მან ინტეგრირებას აი ეს არის პრინციპში კითხვის ნიშანი ანუ ჩვენ ვთქვათ მუშაობთ თვითონ ამ ეთნიკურ უმცირესობებზე და მან ინტეგრაციაზე სახელმწიფო ცხოვრებაში მაგრამ რამდენად ვთქვათ მეორე მხარე ვინც უნდა მიიღოს და ვინც მზად უნდა იყოს რომ ინტეგრირდეს ეს ხალხი მათში აი ეს ხალხი რამდენად არის მზად მე რეალურად კითხვის ნიშნები გაქვთ ამასთან დაკავშირებით.